მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები აპარატის წევრებს. Quorumi გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული დღევანდელ დღის წესრიგი, რომელიც წარმოდგენილია თქვენთან, ხედავთ რომ გვაქვს განსახილველი 5 საკითხი და გთხოვთ რომ აღნიშნული დღის წესრიგი დავამტკიცოთ. მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით. პირველი საკითხად გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მის თანამდებობის საქართველოს კანონის პროექტებია, ასევე ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის საფასურისა და ვადების შესახებ, ასევე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ვიცით რომ ეს მეორე მოსმენა გვაქვს ჩვენ აღნიშნულ კანონ პროექტთან დაკავშირებით და მოხსენებელი გახლავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. ხოთ. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პატივცემულ დეპუტატებს, დამცველ საზოგადოებას. მეორე მოსმენის რეჟიმში წარმოგიდგენთ იარაღის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. მოგეხსენებათ, რომ პირველი მოსმენის ფარგლებში გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ მეორე მოსმენისთვის განხილული იქნებოდა და უკვე გასწორებული რედაქცია არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე, რაც შეეხება უშუალოდ კორექტირებას, რაც პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა. პირველი საკითხი შეეხებოდა ელექტროშოკული მოწყობილობას, კერძოდ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად სრულად იგრძელებოდა სამოქალაქო ბრუნვაში აღნიშნული იარაღის არსებობა, თუმცა გამოითქვა კომიტეტზე შენიშვნები, რომ შესაძლებელია გადახედილი ყოფილიყოს ეს ესე ვთქვათ გადაწყვეტილება. ჩვენ გავიარეთ კიდევ ერთხელ დამატებით ეს საკითხი და უკვე შემოთავაზებულ დღევანდელ ვერსიაში რჩება ელექტროშოკული მოწყობილობა როგორც ბრუნვაში, თუმცა მოექცევა იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც არის გაზის აეროზოლური მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული ციცაკის სპრეი, ანუ ადამიანს თუ კი სურს რომ შეიძინოს, უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და ზევით და ასევე შეძენამდე უნდა აიღოს წინასწარი ნებართვა, თანხმობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს, პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსგან და ამის შემდგომ მას ექნება საშუალება რომ შეიძინოს და ატაროს ეს საშუალება. შესაბამისად ეს საკითხი უკვე გასწორებულია რედაქციაში და უკვე მუხლობრივი განხილვის შეგვეძლება რომ ასე ვთქვათ ვისაუბროთ, მოგახსენოთ კონკრეტულად რომელ მუხლში რა შეიცვალა. გარდა ამისა ასევე ბატონი თენგიზის შემოთავაზება იყო, რომ რა შემთხვევაში ამბობს პოლიცია უარს, ასე ვთქვათ ნებართვის გაცემაზე, ეს საკითხები საკანონმდებლო დონეზე გაგვეწერა და წარმოდგენილ რედაქციაში მითითებულია ეს საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ენიჭება პოლიციას, ასე ვთქვათ უფლებამოსილება უარი თქვას ნებართვის გაცემაზე. ასე რომ ეს საკითხები, რაც ორი საკითხი იყო კომიტეტის ხდომას დაფიქსირებული, ორივე საკითხი უკვე ასახული არის წარმოდგენილ რედაქციებში და თუ კი რაიმე შენიშვნა იქნება კიდევ კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში, მუხლობრივი განხილვის დროს ვთქვათ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხს. მადლობა ბატონო სანდრო, ჩვენ ამაზე წინა კომიტეტზე ამ საკითხებთან დაკავშირებით წინა კომიტეტზე ქონდა მსჯელობა, აქ როგორც პოზიციას, ასე ოპოზიციას ქონდა შენიშვნები, მათ შორის ბატონი თენგიზი და ქალბატონ გრეტას ქონდა, ქალბატონ სოფოს ქონდა ოპოზიციიდან. როგორც ვიცით, ეს შენიშვნები ასახულია უკვე მეორე მოსმენით აღნიშნულ კანონ პროექტში, ახლა კი განვიხილოთ მუხლობრივად. საქართველოს კანონი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ეს ეხებოდა ცვლილებას მეხუთე მუხლის დექვე პუნქტში, რომლის ამოღება ხდებოდა შესაბამისად კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნის შესაბამისად ელექტროშოკული მოწყობილობა დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, შესაბამისად პროექტიდან ამოღებული უნდა იქნეს პირველი პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო ელექტროშოკური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება, შესაბამისად ამ მუხლში ცვლილება აღარ განხორციელდება. მადლობა. მეორე მუხლი. მეორე პუნქტთან მიმართებაში ეს ეხებოდა ცვლილებას მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე ემატებოდა მე-4 პუნქტი, ანალოგიურად ამოღებული იქნა პროექტის მეორე პუნქტი, რადგან ელექტროშოკური მოწყობილობა დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში და შესაბამისად უკვე გადანომრა მოხდა მერე უკვე კანონ პროექტების.
და აქ საუბარია უკვე ახალი პირველივე იწყება მეორე მუხლის ლქვ პუნქტით და შესაბამისად განსხვავებული რედაქციით ყალიბდება. ეს არის გაზის აეროზოლური მოწყობილობის განმარტება. პირველი მოსმენის შემდეგ დაემატა კანონის მეორე მუხლის ლქვ პუნქტი და აქაც იუსტიციის სამინისტრო მოგვაწოდა შენიშვნა და მისი შენიშვნის შესაბამისად მე-14 პრიმა მუხლის მესამე პუნქტის ბ-ქვ პუნქტიდან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ახლებურად ჩამოყალიბდა გაზის აეროზოლური მოწყობილობის განმარტება, რომელთაც განისაზღვრება, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არა სახელმწიფო სტანდარტებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, არამედ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. ეს იქნება უკვე ამ კანონის პირველი პუნქტი, ბატონო ალეკო, ვინაიდან ის წინა ორი პუნქტი ამოვა. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი იქნება, ეს უკვე ახალი გადანომრით და ახალი რედაქციით. ანუ პირველი მუხლის პუნქტები გავიარეთ. ანუ ყველა არ გამოვიდა, იმიტომ რომ პუნქტობრივად და მოგახსენებთ, კი ბატონო, და ბევრი პუნქტი შედის ცვლილება. შემდეგი არის მეორე პუნქტი, ეს ეხება მე-14 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის შემდეგ ემატება მესამე პუნქტი. აქაც იუსტიციის სამინისტროს შენიშვნის შესაბამისად მიეთითა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილად დაამტკიცოს, ნაცვლად საქართველოს მთავრობამ შეიძლება დაამტკიცოს, ანუ ეს რედაქცია და ასევე გასწორდა გ-ქვ პუნქტი, ჩაემატა წინ ხმოვანი, აკუსტიკური წინ ხმოვანი და დ-ქვ პუნქტში ცივი და ცივისასროლის მაგივრად ჩამოყალიბდა მხოლოდ ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ეს პუნქტი ცვლილება შედის მეორე პუნქტში. მესამე პუნქტი რაც შეეხება, ეს ცვლილება ეხება მე-16 მუხლის თქვ პუნქტის შემდეგ ემატება იქვ პუნქტი. კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნის შესაბამისად ელექტროშოკურ მოწყობილობაზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც უნდა გავრცელდეს გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე. შესაბამისად პუნქტში ხმოვანი აკუსტიკური იარაღისა და გაზის აეროზოლურ მოწყობილობასთან ერთად ჩაემატა ელექტროშოკური მოწყობილობაც, რაც და დადგინდა, რომ ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადების, წარმოების და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად საჭირო იქნება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა, ეგრეთ წოდებული, ესევე ცნობა, თანხმობა, ანუ ცნობა ჭრილებში ამიტებული. კი ბატონო. მეოთხე პუნქტი, დიახ, ეს არის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის თქვ პუნქტის შემდეგ ემატება თ პრიმა ქვ პუნქტი. ანალოგიურად პუნქტში ხმოვანი აკუსტიკური იარაღისა და გაზის აეროზოლურ მოწყობილობასთან ერთად ჩაემატა ელექტროშოკული მოწყობილობაც და დადგინდა, რომ გამყიდველი ვალდებულია მათ შორის ელექტროშოკული მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წელობითი თანხმობის ცნობის წარდგენის საფუძველზე. კი ბატონო, მე-5 პუნქტი. მე-18 მუხლის თქვ პუნქტის შემდეგ ემატება იქვ პუნქტი, აქაც კანონის სისტემურობისა და ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფად მე-18 მუხლს აღარ დაემატება მეორე პუნქტი, რომელიც ადგენდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა შეეთანხმებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამის ნაცვლად დადგინდა, რომ ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა თავდაცვის სამინისტროს მათ შორის უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა ცნობა ხმოვანი აკუსტიკური იარაღის გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან და ელექტროშოკური მოწყობილობის შემთხვევაში, ანუ აქ იყო წინასწარ შეთანხმების ვალდებულება ჩაიდო და მე უკვე სრული დოკუმენტაცია წარედგინება თავდაცვის სამინისტროს და არა პირიქით, რომ თავდაცვის სამინისტრო მიმართოს სამინისტროს და ჩვენ სამინისტროსთან მიიღოს წერობით თანხმობა, ანუ რედაქციულად და ასე ვთქვათ სტილისტურადაც გასწორდა ეს საკითხი. მე-6 პუნქტი ეს არის მე-19 მუხლის მეორე პუნქტს ეხება ცვლილებები, დაზუსტა, რომ ნებართვაში ლიცენზიაში გულისხმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა ლიცენზია, ამასთან რა კი პროექტით გათვალისწინებული მე-19 მუხლის მეორე პრიმა პუნქტის არსებითად იმეორებს მეორე პუნქტის დებულებებს. მეორე პუნქტით მოწესრიგდება გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ელექტროშოკული მოწყობილობის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან და გადაგზავნისთვის ნებართვას ლიცენზიას არ საჭიროების საკითხი. ეს არის მე-6 პუნქტი და ასევე მეორე პუნქტის შემდეგ ემატება 8 პრიმა და 8 პუნქტები. აქ ამოღებული იქნა დამთავრდება მე. დიახ. მეორე პრიმა პუნქტის გათვალისწინებული დებულებები და გადავიდა მეორე პუნქტში, ასევე ესე ვთქვათ, მეორე პრიმაში დაზუსტა, რომ ნებართვაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა. მეორე სეკუნდა პუნქტში პუნქტს დაემატა ელექტროშოკული მოწყობილობის განსაზღვრა, რომ ლიცენზიის ნებართვას საჭიროებს მათ შორის ელექტროშოკული მოწყობილობის დამზადება, წარმოება, შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ან ტრანზიტი, ან ამ იარაღით ვაჭრობა. გარდა ამისა, ესე იგი, მერვე
მესამე პუნქტს დაემატა ელექტროშოკური მოწყობილობის განსაზღვრა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გაცემული წერილობითი თანხმობის ცნობის საფუძველზე, მათ შორის ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების შეძენის, საქართველოს შემოტანის, საქართველოს გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლებას აქვს პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. რაც შეეხება 8.4 პუნქტს, კომიტეტზე გამოთქმული შენის შესაბამისად დაემატა ახალი პუნქტი, რომელთაც განისაზღვრება ხმოვანი აკუსტიკური იარაღის, გაზის, აეროზული მოწყობილობის ან ელექტროშოკური მოწყობილობის ტარებაზე შეძენაზე, საქართველოს შემოტანაზე, საქართველოს გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე თანხმობის ცნობის გაუცემლობის საფუძვლები, ეს რაც ბატონმა თენგიზმა ბრძანა და აქ არის ჩამოთვლილი, რომ არ გაიცემა თუ არ შესრულებია 18 წელი, ფსიქიკურად დაავადებულია, უხეშად არ ყავს საზოგადოებრივ წესრიგს, ალკოჰოლიზმით, ნარკომანით ან ტოქსიკომანით არის დაავადებული, პირი ბრალდებული ან ასამართლობა არ აქვს აქარწყლებული, გამოცემულია შემაკავებელი ან დამცარი ორდერი, ადმინისტრაციული სამართალდამცავების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახთელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლება აქვს შეზღუდული, კონკრეტული მუხლებია ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსიდან, ასევე თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონთა ჩარდარღვევის ჩადენილ რეალურ საფრთხეზე მიუთითებს და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. ეს არის ბატონო თავმჯდომარე ცვლილებები, რომელიც განხორციელდა მე-19 მუხლის მერვე პუნქტში და მერვე პრიმა, მერვე სეკუნდა, ტერცია და კვარტა მუხლებში. მე-7 პუნქტი. ცვლილება ეხება 21 პრიმა პუნქტს. ბატონო, კითხვა. კი, მუხლსო ჩავამთავრებთ შემდეგ. 21 პრიმა მუხლი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და ამ შემთხვევაში პუნქტს აემატა გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ელექტროშოკური მოწყობილობა და დადგინდა, რომ დაუშვებელია მათ შორის გაზის აეროზოლური მოწყობილობებისა და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად გამოსაჩერად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. ასევე პუნქტიდან ამოღებულია გაზის აეროზოლური მოწყობილობა, რადგან დასაშვები იქნება მისი ტარება შესაბამისი წესით. პუნქტს დაემატა ასევე ტარება, საქართველოსთან გადატანა არ იყო დარეგულირებული და გარდა ამისა, პუნქტს დაემატა ელექტროშოკური მოწყობილობის განსაზღვრა, რომ ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების შეძენის, საქართველოსთან გადატანის, გადატანა, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ეს არის რაც განხორციელდა 21 პრიმა მუხლში. მერვე პუნქტი. მერვე პუნქტი ეხება 22 მუხლს. აქაც ცვლილებები არის კანონის სისტემურობის და ერთიანი სტანდარტის უზრუნველსაყოფად 22 მუხლს აღარ დაემატება 5 პრიმა პუნქტი, რომელიც ადგენდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ლიცენზიის გაცემა შეეთანხმებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამის ნაცვლად დადგინდება, რომ ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ლიცენზიის მისაღებად თავდაცვის სამინისტრომ მათ შორის უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა თანხმობა ხმოვანი აკუსტიკური იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან და ელექტროშოკული მოწყობილობის შემთხვევაში. ბატონო, მე-9 პუნქტი. ცვლილება შედის 24 მუხლში და ტექნიკურად გასწორდა მხოლოდ პუნქტზე გადამისამართება. მადლობა, მე-10 პუნქტი. მე-10 პუნქტში ცვლილება შედის 26 მუხლის მეორე პუნქტზე ემატება მეორე პრიმა პუნქტი და აქაც ტექნიკურად გასწორდა გადამისამართება კონკრეტულ პუნქტზე. მე-11. პუნქტს დაემატა ელექტროშოკური მოწყობილობების განსაზღვრა, რომ იარაღის მესაკუთრეს უფლება ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელოს მათ შორის ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოს შემოტანა, საქართველოსთან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. 12. მუხლს დაემატა ელექტროშოკური მოწყობილობა და მიეთითა კონკრეტული თარიღი, კერძოდ დადგინდა, რომ 2026 წლის 1 თებერვალამდე შეძენილი ხმოვანი აკუსტიკური იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობისა და ელექტროშოკური მოწყობილობების საქართველოსთან გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობას. ამოღებული იქნა მეორე პუნქტი, რადგან ელექტროშოკური მოწყობილობა დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში. კოლეგებო, ამ კანონის პირველ მუხლთან დაკავშირებით თუ გაქვთ შენიშვნა, წინადადებები, მოსაზრებები? ბატონი თენგიზ შარმანაშვილი. ძალიან კარგია, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული იყო, მადლობას გიხდით. ჩემთვის მინდა დავაზუსტო, რომ ნებართვა შეძენაზე, ნებართვა კი არა, ხო თანხმობა შეძენაზე მიმაქვს ამ მაღაზიაში, სადაც ეს იყიდება. მაგრამ ეს მოიცავს იმასაც, რომ შემდგომში ამის ტარებას რომ დავიწყებ, რაიმე ტიპის დოკუმენტი მექნება? აი როგორც იარაღზე არის ტარების უფლების დოკუმენტი.
სამი საშუალება არის, მითითებული სამი იარაღი არის და შეთანხმებით გავიაროთ თითოეული, თქვა გაზის აეროზოლური და მოწყობილობის და ელექტროშოკის შემთხვევაში შეძენაზეც იმისათვის რომ ადამიანმა შეიძლება თანხმობა წერია. დიახ, თანხმობას აიღებს და ამით შეიძენს და ექნება ტარების უფლება, ატაროს. შემდგომში როცა ექნება პოლიცია შეიძლება მოსთხოვოს ეს თანხმობა ნამდვილად აქვს თუ არა, იმიტომ რომ გავარკვიოთ თავის დროზე შეიძინა თუ არა სწორად. არა, ქუჩაში მომაქვს მე და მაქვს ეს ელექტროშოკული მოწყობილობა. პოლიციელი მომთხოვს იმას დამძაფრე რომ ეს კანონიერად ხარ? დიახ, მოვთხოვთ იმ გასცემული იქნება ტერიტორიული ორგანო გასცემს ამ ტარების უფლების დამადასტურებელ იმას. დოკუმენტს გასცემს, სადაც ის ჩაწერილი იქნება, რომ ცნობა ეძლევა პიროვნებას, რომ მან ცნობით უნდა იარო? თან უნდა ქონდეს კი, იმიტომ რომ გავარკვიოთ, რომ ნამდვილად სწორად შეიძინა და ატარა თავის დროზე ეს სახერხებელი ცნობის არევა ქაღალდით. ალბათ ის ჯობია ხო რაღაც როდის. ხო შეიძლება თქვა რაღაცა დიდი ზომის ქაღალდი არ იყოს და თქვა რაღაცა თუმცა ეს მინისტრის ბრძანებითაც შეიძლება დაგეგმდეს ამავე კანონიდან. ტარების წესი შეგვიძლია დავადგინოთ და დოკუმენტის საკითხი კი ბატონო. ამ რაც შეეხება არა ცნობით სადივნე. რაც შეეხება აკუსტიკური იარაღს, ეს არის მოგეხსენებათ რომ მხოლოდ სამი მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული: თეატრალური წარმოდგენა, სპორტული ღონისძიება და კინოგადაღება. აქ ტარების უფლებით არ გაიცემა ეს იარაღი, აქ არის გადატანის უფლებით, იმიტომ რომ თქვა იმ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიიტანოს ეს ეს იარაღი, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური ნებართვა ექნება აღებული. ცნობის დარება არის იმდენად მოუხერხებელი, რომ პრაქტიკულად ვერ დახორციელდება და რაღაცა, მაგრამ ეს მინისტრის ბრძანებით და შეგვიძლია რომ მინისტრის ბრძანებით დავარეგულოთ, რომ რაღაცა თქვა დამატებით დისკომფორტთან არის გასაგებია. ბატონი ნოდარ თურცელაძე. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ბატონო სანდრო დეტალურად აღწერისთვის საკითხის დიდურს არ წაგართმევთ, ესე იგი კიდევ უფრო გასაგები რო იყოს საზოგადოებისთვის, ვისაც უკვე აქვს შეძენილი და ფლობს მე-11 პუნქტი არეგულირებს ამას, რომ ისიც აუცილებლად მიდის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ძალოვან სტრუქტურაში და იღებს აუცილებლად ნებართვას. ხო? ბატონო. დიახ, მასაც მოუწევს ამ ცნობის აღება. მადლობა. კითხვები პირველ მუხთან დაკავშირებით. გააქვთ თქვენ ქალბატონოსო? შეიძლება მადლობა რომ რაღაც გაითვალისწინეთ წინა შეხვედრის შემდეგ. როგორ გითხრათ, პრაქტიკულად დარჩა ისევ რომ ჭირდება ნებართვის აღება, რომ თან კონდეს ეს გაზის აეროზოლური მოწყობილობა და ელექტროშოკი. ჩვენ აი სწორედ ამაზე მქონდა მაშინ საუბარი, რომ გასაგები იყო, რომ აკუსტიკურისთვის შეიძლება დამჭირდებოდა თანხმობა, მაგრამ გაზის აი უწყინარი გაზის ბალონის ტარებისთვის თანხმობა რატომ ჭირდება, ეს ახლაც გაუგებარია ჩემთვის. დავასრულებ თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ და დავასრულებ თუ შეიძლება და მე თქვენ პატივისცემით ვეპყრობი ამ აქ კომიტეტში არსებულ წესებს. მართლა წარმოუდგენელი ეს აბსოლუტურად უწყინარი გაზის ბალონზეა საუბარი. მე დღესაც არ ვიცი თქვენ რა გამოიყენეთ, რა ნივთიერება, როდესაც შვიდობიანი აქციონერი ვიდექი და რაღაც გაურიეთ იმაში და მე ქიმიური კონjunktივიტი მქონდა და დღემდე პრობლემა მაქვს. ბევრს დაემართა. დღესაც არ მაქვს პასუხი, რა ნივთიერება გაურიეთ იმ წყალს. და თქვენ მეუბნებით რომ მე რომ თან ვატარო გაზის ბალონი, ეს რაღაცა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ვინმესთვის და რაღაც განსაკუთრებული თანხმობა და ნებართვა უნდა მჭირდებოდეს. იგივე ელექტროშოკის მოწყობილობაზე. რა საფრთხე შეიძლება მქონდეს, რა საფრთხე შეიძლება წარმოადგენდე მე ამ უწყინარი გაზის ბალონის თან ტარები, თან ელექტროშოკით. აი უწყინარი, დიახ უწყინარი და სრულიად ცნობილი ყველასთვის რომ არის უწყინარი და ასეთი თვლება რომ თავდაცვის საშუალება არის. იქნებ ის მითხრათ მაშინ რა ნივთიერებები გამოიყენეთ. ქალბატონო სოფო, ეს თქვენთვის და თქვენნაირი ადამიანებისთვის არის უწყინარი. ნუ როგორ გითხრათ ახლა, მაშინ ლაპარაკობ საზოგადოებისთვის. ჩვენ მარტო თავდაცვაზე ვერ ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, ის შეიძლება იყოს ძალიან აგრესიულად გამოყენებული სხვადასხვა პიროვნების. გასაგებია, მაგრამ აი ძალიან პირდაპირ ლაპარაკობ. მე დღესაც არ ვიცი, რა ნივთიერება გამოიყენეთ თქვენ.
და ამას თურმე გამოძიება ჭირდება, როცა მარტივად შეგიძლიათ მითხრათ პასუხი. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ხო თუ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება გვინდა, თუ რეალურად ყველა მოქალაქის თანასწორი უსაფრთხოება გვინდა, ჩვენ ვიცით და დამეთანხმება ბატონი მინისტრიც სტატისტიკა აქვს თავდასხმები ქალებზე და არა მხოლოდ. და ეს რეალურად თავდაცვის შესაძლებლობაა ჩვენთვის. და გამოდის რომ თქვენგან ვარ მე დასაცავი, ხო? დღეს პრაქტიკულად თქვენგან დასაცავი ხდები. ბატონი სანდრო სანამ კითხვაზე გასცემდეს პასუხს თუ რა იქნა გამოყენებული ყოველ შემთხვევაში კამიტი ის რასაც BBC ანვითარებს თავის ეგრეთ წოდებულ ფილმში მე მგონი კი არა პირველი მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა საერთოდ გამოყენებული ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე ფეიკია გამოიყენეს ხო შეიძლება ვიცოდეთ ხო შეიძლება ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ ასეთი შესყიდვა ვერც მოხდებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ აღნიშნული ნივთიერება ექვემდებარება, როგორც იცით, ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კონტროლს და ეს არც არსებობს ბუნებაში. დანარჩენ კითხვებთან დაკავშირებით იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია წარმოებს გამოძიებას, დაველოდოთ ჩვენ ამ გამოძიებას და ყველა კითხვაზე აბსოლუტურად იქნება პასუხი. აქ ჯობია ჩემის აზრით, რომ იმსჯელონ პროფესიონალებმა და არ იყოს მარტო პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური კეკლუცებები. ხო, ბატონო სანდრო. ქავატონსოფო მე არ დაგეთანხმებით იმაში რომ ჩვენ არაფერი არ გავითვალისწინეთ თქვენ რა საკითხიც დასვით წინა კომიტეტის ხდომაზე ფაქტიურად მუხლი არ დარჩენილა ამ საკანონმდებლო ინიციატივაში ცვლილება არ განეცადა და შესაბამისად რა საკითხით დასვით იყო საუბარი იმაზე რომ რატომ უნდა აიკრძალოს თლიანად ელექტროშოკი, როდესაც შესაძლებელია ადამიანს ნებართვით ჰქონდეს ეს საშუალება და თავი დაიცვას. დაგეთანხმეთ ამ ასე თქვა შემოთავაზებაზე და გასწორებულია წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივაში. ეხლა რაც შეეხება უწყინარობას, რა ვიცი, ყოველ ხდომაზე ვერ მოვიტან ამ საშუალებას, თუ ინტერესი იქნება, შემიძლია რომ გაჩვენოთ, ნამდვილად არ არის ეს უწყინარი. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი ადამიანის წინააღმდეგ თუ იქნა ეს გამოყენებული, მისთვის ძალიან მძიმე დაზიანებებიც შეიძლება მიაყენოს და არის ამის რისკიც. რაც შეეხება ნებართვის საკითხს, მე აღვნიშნე, რომ დღეს მოქმედი რედაქციით ორივე საშუალებასთან მიმართებაში შეუზღუდავად ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკის მიუხედავად, ნებისმიერ რაოდენობით შეუძლია შეიძინოს და ქონდეს ეს საშუალება, რაც დამეთანხმებით, რომ საფრთხის შემცველი არის განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ ბავშვებზე და ეს ხელმისაწვდომია მათთვისაც. რაც შეეხება დასულ ადამიანებს, თუ რატო ჭირდებათ თანხმობა, წინა კომიტეტზეც წარმოვადგინეთ ასე ვთქვათ არგუმენტაცია რომ ეს საშუალება შეიძლება იყოს დამაზიანებელი სხვა ადამიანისთვის და კონკრეტულ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პირს ესაჭიროება თავდაცვის მიზნებისთვის მოუწევს რომ აიღოს ცნობა პოლიციისგან და ექნება საშუალება რომ შეიძინოს იმისათვის რომ მის ხელში არ აღმოჩნდეს დიდი რაოდენობით ეს საშუალება და არ აღმოჩნდეს იმ ადამიანების ხელში ვისგანაც მომდინარეობს საფრთხე. ასევე ჩვენ კომიტეტზე თქვენს მიერაც იყო გამოთქმული ეს მოსაზრება რომ რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი პოლიციის მიხედულებაზე დაფუძნებული. ამაზე დაგეთანხმეთ ჩვენს და ბატონი თენგიზის და ჩავწერეთ კანონში რომ რა შემთხვევაში ასე ვთქვათ აქვს უფლება პოლიციას რომ გითხრათ უარი ამ საშუალების ასე ვთქვათ შეძენას და ჩამოთვლილია კონკრეტული გარემოებები წავიკითხე კიდევაც წეღან საკანონმდებლო ასე ვთქვათ ცვლილებების ნაწილში და მე მგონი დამეთანხმებით რომ ეს საფუძვლები საერთოდ იარაღის შეძენის წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად ანალოგიურად გადამოვიდა ეს საფუძვლებიც. აქ შეეხება ხა კონკრეტულ შემთხვევას საერთოდ არ ეხება ამ კანონპროექტის განხილვას, მაგრამ რადგან წამოჭერით საკითხი გაკეთდა განცხადება კონკრეტულ ასე ვთქვათ საკითხთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ BBC-ზე გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ასე ვთქვათ ვარაუდები და არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. რაც შეეხება პოლიციას აქვს უფლება რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არის მასობრივი არეულობა ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, იცვლიან მოლოტოვის კოქტეილებს, იცვლიან ფეირვერკების წვიმას და ადამიანები და პოლიციელები შავდებიან აქციის ჭყალებში ვიმეორებ შვიდობიანი მომიტინგეებისგან. ამ შემთხვევაში პოლიციას არათუ უფლება აქვს ვალდებულება გამოიყენოს ის კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი. ეს არის წყლის ჭავლი, ცრემსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები.
რისი ჩამონათვალიც კანონში ამოწურავად არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუძენია და არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა, იმიტომ რომ ასეთი ის არც არსებობს ჩვენს, ასე ვთქვათ, სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში ნახავს, რომ არაფერი იქ ესეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს თავის, ასე ვთქვათ, მსგავს შემთხვევებში და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. შემთხვევა იყო ის, რომ და ყველა ხედავდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზე ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ცდელობა, 171 პოლიციელი არის დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი. და ეს თუ იყო მშვიდობიანი აქცია და თქვენ თუ ამ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდით, ჩემთვის ძალიან გასაოცარია. დიდი მადლობა. კარგით, ეხლა ამ საკითხზე გთხოვთ რომ გავაგზავნებთ, იმიტომ რომ საკითხს არ ეხება და თუ რამ ჩაკითხვა გაქვთ, კი ბატონო, პოლიტიკური განცხადებები შეიძლება ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არა, მაგრამ არა უშავს. აი ეგ რომ დამით მაშინ ეს ი და პუნქტები რომ გამიმარტოთ, არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, ფაქტი გამოვტოვოთ, ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს. და მეორე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. იქნებ დაგვიზუსტოთ აქ რაც გულისხმობთ, იმიტომ რომ აი ხა მოვისმენთ თქვენი ინტერპრეტაცია. და მე არ მაქვს უფლება პასუხი გავცე იმაზე, მე მშვიდობიანი აქციონერი ვიყავი თუ არა. მე ვიყავი მშვიდობიანი აქციონერი. მე კონტექსტი ახსენე ქაბატონო სოფო და ამას საზოგადოება ხედავდა პირდაპირ ეთერში და ეს არ არის ჩემი მოგონილი და ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებმაც დაკარგეს ხედველობა, დაკარგეს სმენა და სერიოზული დაზიანებები მიიღეს და ამ ტრამვებს ეს ადამიანები დღემდე იშუშებენ. საუბარი მაქვს პოლიციელებზე, რომლებსაც მიადგათ ზიანი აქციის მოძალადე და აგრესიული ჯგუფის წევრების მხრიდან და ხედავდით ამას, რომ ფეიერვერკების ომი იყო ჩიტაძის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის საშტაბ და ასე შემდეგ. ამაზე მქონდა მე საუბარი. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, რაც გულისხმობს ფაქტი ან ინფორმაცია, ეს არის სტანდარტი, რომელიც გამოყენებულია მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის შესახებ კანონში, რომელიც პოლიციელს ავალდებულებს კონკრეტული ფაქტი ან ინფორმაცია მიუთითოს იმ ეჭვზე ან ინფორმაციაზე, რომელიც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული საშუალება შეიძლება იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხიდან გამომდინარე, ანუ აქ საუბარია კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე და ეს ყველაფერი თავის გადაწყვეტილებაში თუ კი უარს განაცხადეს პოლიციელი უნდა დაასაბუთოს. რაც შეეხება არსებობს კანონმდებლობით სხვა საფუძვლები, ეს არის მინისტრის ბრძანება, რომელიც დამატებით შეიძლება განსაზღვროს კიდევ სხვა საფუძველი, რომელიც საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის და განჭრეტადი. ერთი წუთით პირველი მუხთან დაკავშირებით თუ აღარ არის შეკითხვები, შეგვიძლია გადავიდეთ მეორე მუხზე. მეორე მუხსაც შეეხება ამოღებული იქნა პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავდა, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება და კონკრეტად თარიღი და განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 თებერვალამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ამ კანონთან თანხმდროში მოყვანა და მესამე მუხი არის ამოქმედების ვადა და 1 თებერვალიდან შევა ძალაში ეს კანონი. კი ბატონო. შემდგომი თანდევი კანონპროექტებიდან ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი პირველ მუხთან მიმართებაში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. მუხლი 2 ამოქმედების ვადას შეეხება და 1 თებერვალი 2026 წლის არის მითითებული. შემდგომი კანონპროექტი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი 1 პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა. მადლობა, მუხლი 2 შეიცვალა ამოქმედების თარიღი განისაზღვრა 2026 წლის 1 თებერვალი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი 1
ერთადერთი შეიცვალა პირველი მუხლის პუნქტი 2-ის ქვეპუნქტში ტექნიკური გადამისამართება გასწორდა. სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა ამ მუხლში ბატონო თავმჯდომარე. პუნქტი 2. ამოქმედების ვარდა ჩაიწერა 1 თებერვალი. დანარჩენ პუნქტებში ცვლილებები არ არის. მუხლი 2 გასაგებია. შემდგომი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ესე იგი კომიტეტზე იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც 16 წელს მიუღწეველი ბავშვის ხელში აღმოჩნდება ის საშუალება, რომელიც კანონით არის აკრძალული და პირველი პუნქტზე საუბარი. დიახ, და დავამატეთ ახალი პუნქტი ბატონო თავმჯდომარე 172 მუხლში შევიდა ცვლილება და გაიწერა, რომ კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნის შესაბამისად პროექტს დაემატა ახალი პუნქტი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება მშობლის და ბავშვის სხვა კანონიერი წარმოადგენლის მიერ არასრულწლოვანი აღზრდისა და სწავლების ან მისი მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა მათ შორის არასრულწლოვნის მიერ ხმოვანი აკუსტიკური იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენით საქართველოს შემოტანილთან საქართველოს კატანის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნორმებთან. ანუ საუბარი იმაზე იყო, რომ 16 წელს ზემოთ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თუ კი ბავშვი ფლობს ამ საშუალებას, ხოლო 16 წელს ქვემოთ ამ შემთხვევაში მშობელს დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ კი ვერ უზრუნველყო და ასე იგივე ანალოგიური ჩანაწერია ცივი არაღთან მიმართებაში, მშობელთან მიმართებაში და თქვენი შენიშვნა იყო და გავიზიარეთ და ავსახეთ. შესაბამისად ახალი პუნქტი დაემატა ამ საკანონმდებლო ინიციატივას. პუნქტი 2. პუნქტი 2 შეეხება 191-ის მესამე მუხლს, ანუ ეს არის ხმოვანი აკუსტიკური იარაღი, დაკორექტიდა იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაიკრიბება არა ხმოვანი აკუსტიკური იარაღის ტარება, არამედ ხმოვანი აკუსტიკური იარაღის ტარების წესის დარღვევა. აღნიშნულ ამასთან მუხლს დაემატა საქართველოსთან გატანის წესის დარღვევა, სადგან არ იყო რეგულირებული. ასევე ცვლილება დიახ, ბოდიში აქ კიდევ გარკვეული ცვლილებებია, ასევე მეორე პუნქტში დაემატა საქართველოსთან გადატანის წესის დარღვევა, სხვა ცვლილებები პუნქტ 2-ში არ განხორციელებულა. მესამე ეს შეეხება 191-6 მუხლის შემდეგ დაემატა 191-7 მუხლი, ეს არის დაკორექტდა იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება არა ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, არამედ გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოსთან გატანის, გადატანა, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა. ასევე ეს არის დიახ მესამე პუნქტში. პუნქტი 4. პუნქტი 2 ეს არის 182 მეხუთე მუხლის შემდეგ ემატება 182-6 მუხლი, დაემატა ელექტროშოკური მოწყობილობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მოწყობილობა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება მათ შორის ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ნებართვის გარეშე დამზადება, წარმოება, შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიით ვაჭრობა. ეს არის ამ მუხლში შეტანილი ცვლილება. პუნქტი 5. ცვლილება არ განხორციელებულა. პუნქტი 6. აქაც ცვლილება არ შესულა. პუნქტი 7. ცვლილება არ განხორციელებულა. პუნქტი 8. ცვლილება არ განხორციელებულა. პუნქტი 9. ცვლილება არ განხორციელებულა. პუნქტი 10. პუნქტი 10 პუნქტის პრეამბულა ჩასწორდა ტექნიკურად. და მუხლი 2. მუხლი 2 ამოქმედების ვადა 1 თებერვალი 2026 წლის. მადლობა ბატონო სანდრო, კითხვებია. დიდი მადლობა თქვენ ბატონო. არის საკითხი განხილულია. შემდეგი საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისი თამდივი საქართველოს კანონის პროექტები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე. მოგესალმებით. პროექტები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული რედაქციული ხასიათის ჩასწორებებით. თუ დამატებით კითხვები გაქვთ? კითხვები, შენიშვნები ხომ არა გაქვთ? პირველ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე რედაქციული ხასიათია. მესამე მოსმენით აგვაქვს, ასეთები არ არის, საკითხი განხილულია, მადლობა.
თქვენი გამოსატანი არის შემდგომი საკითხი. დღევანდელი დღის ეს რიგით საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის ოქმი. მოგესალმებით, ჩვენ ვართ წამყვანი კომიტეტი, მოხსენებელი ბატონი გრიგოლ გიორგაძე, გთხოვთ. დიახ, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ ოქმზე. აღნიშნულ ოქმს ხელი მოეწერა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ანკარაში. ეს ოქმი არეგულირებს ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ოქმის თანახმად მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ორი მიმართულებით. პირველი ეს მოიცავს სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას და მეორე მხრივ მხარეთა სამხედრო სამოქალაქო პერსონალის და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. პასუხისმგებელ უწყებებად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო თურქული მხარის მხრიდან თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და მხარეები ყოველწლიურად შეიმუშავებენ ღონისძიებების გატარების დეტალურ გეგმებს. რა თქმა უნდა, მისასალმებელი ხელშეკრულება, კითხვები, შენიშვნები ხომ არა გაქვთ კოლეგებო? საკითხი განხილულია. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა. საკითხს წარმოგიდგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მოგესალმებით. კანონ პროექტი ითვალისწინებს, როგორც მოიხსენებათ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო პროფესიული და კადრის მოსამსახურეებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის, როგორც წინაპირობის მოხსნას კანონიდან პირველ მოსმენის შემდეგ მეორე მოსმენის ფარგლებში ცვლილება არ განუცდია კანონ პროექტს, თუ მუხლობრივად გავიაროთ. პირველი მუხლი პირველი მუხლი 3 ქვეპუნქტისგან შედგება, არც ერთ ქვეპუნქტში ცვლილება არ არის შეტანილი. მადლობა. მეორე მუხლიც უცვლელია. კითხვები ხომ არა გაქვთ მეგობრებო? შენიშვნები ასეთი არ არის. საკითხი განხილულია. და განსახილველი გახდა ჩვენ ბოლო საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი გახლავთ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკალოძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ცვლილებები. პირველი ეს არის ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება. მოგეხსენება ჩვენ ბიუჯეტი დაგვეგმეთ 6%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის განმავლობაში იყო უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები. შესაბამისად, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებმა პროგნოზები გაზარდეს და დაახლოებით 7.7%-მდეა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები. ჩვენ გვაქვს უკვე 10 თვის წინასწარი მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია და 7.6%-ია 10 თვეში ეკონომიკურის და შესაბამისად ჩვენს განვაახლეთ პროგნოზიდან ნაცვლად 6%-ისა წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წარმოდგენილია 7.2%-ის ოდენობით. ამავდროულად სტატისტიკის სამსახურის მიერ დაზუსტა გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, გაიზარდა 91.8 მილიარდიდან 93 მილიარდ ლარამდე. შესაბამისად ამან დააზუსტა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის და 104 მილიარდ 407 მილიონი ლარით არის განსაზღვრული მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს, საგადასახადო შემოსავლები გვაქვს გაზრდილი დაახლოებით 200 მილიონი ლარით. ბიუჯეტის დეფიციტი არის შენარჩუნებული მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2.5%-ის ფარგლებში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი თავდაპირველად დაგეგმილი 39.9%-ისა ჩამოდის 34.1%-ზე. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში, პირველ რიგში მოგახსენებთ შემოსულობების ნაწილს, როგორც შემოსულობები, ასევე ხარჯვითი ნაწილი დიდად არის, თუმცა სტრუქტურულად არის გადანაცვლება, მაგალითად შემოსულობების ნაწილში
წლებში გვაქვს შემოსავლების და დაახლოებით 391 მილიონი ლარი და ვალდებულებების ნაწილის შემცირება 298 მილიონი ლარით. მათ შორის შემოსავლები რაც ვახსენე იზრდება 391 მილიონი ლარით და 23 მილიარდ 816 მილიონი ლარია. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი საგადასახადო შემოსავლები არის 21 მილიარდ 940 მილიონი ლარი, გრანტების ნაწილში გვაქვს 186 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლებში მილიარდ 690 მილიონი ლარი. პრივატიზაციიდან 300 მილიონი ლარი არის დაგეგმილი, სესხების დაბრუნება 340 მილიონი ლარი, ხოლო ვალდებულებების ნაწილში ესეც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მილიარდ 600 მილიონი ლარი უცვლელია. საბიუჯეტო დახმარების მისაღები კრედიტები ასევე უცვლელია 600 მილიონი ლარია და საინვესტიციო კრედიტები, როგორც ახლა აღნიშნე, მცირდება 298 მილიონი ლარის ოდენობით. ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, აქაც ჯამურად 11 მილიონიანი ეცვლება გვაქვს, 11 მილიონი ლარით იზრდება ჯამური ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტის, თუმცა სტრუქტურულად არის პროგრამები და უწყებები, სადაც დამატებითი თანხის საჭიროება იყო და ეს დამატებითი თანხებია გამოყოფილი და ამავდროულად არის გარკვეული თანხების, რომლის ათვისებაც წელს ვერ მოესწრება, ამ თანხების გადამისამართება არის ისეთ მიმართულებებზე, რომელიც მომდევნო წელს დაფინანსებას, მომდევნო წელს საჭირო თანხების დაფინანსებას წელს უზრუნველყოფს, რაც გამოათავისუფლებს თანხებს უკვე 2026 წელს და შესაბამისად 26 წლის ბიუჯეტიც ამ ბიუჯეტთან ერთად ერთობლივად მომზადდა და შესაბამისად მოგახსენებთ ახლა რომელია ის პროგრამები, სადაც დამატებითი თანხის საჭიროება წელსვია და რომელიც პროგრამები, რომელიც წელს მიეცემა, თუმცა რეალურად ეს გამოათავისუფლებს მომდევნო წლის ბიუჯეტში გარკვეულ რესურსს. დავიწყებ ჯანდაცვის სამინისტროთი, აქ დეფიციტი ჰქონდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ბიუჯეტიდან დამატებით 170 მილიონი ლარი გამოიყოფა აღნიშნული პროგრამისთვის და ამავდროულად გარკვეული ეკონომიები, რაც იყო სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებში 25 მილიონი ლარი გადაინაცვლეს ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ჯამში 195 მილიონი ლარით არის აღნიშნული პროგრამა გაზრდილი. ეს არის ის თანხა, რომელიც წლის ბოლომდე საჭიროა ამ პროგრამის სრულყოფილი დაფინანსებისთვის. ასევე მიმდინარე წლის საჭიროება არის 160 მილიონი ლარი რთველის ნაწილში. ჩვენ წელს მოგეხსენებათ ცვლილებები იყო თვითონ რთველის ორგანიზებაში, მენეჯმენტის ნაწილში. ეს არის კონკრეტულად ჩაბარების ნაწილი, თუ წინა წლებში იყო კერძო კომპანიებზე სუბსიდირება, ახლა სუბსიდირება არ გახორციელებულა კერძო კომპანიებზე და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან იქნა ჩაბარებული ის ყურძენი და თვითონ მოსავალიც გაცილებით მაღალი იყო წელს ვიდრე წინა წლებში. შესაბამისად დამატებით გახდა 160 მილიონი ლარის გამოყოფის საჭიროება. ამავდროულად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში 110 მილიონი ლარის გამოყოფა ხდება მელიორაციისთვის, სახელმწიფო მელიორაციის კომპანიისთვის და სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც მომდევნო წელს რესურსებს გამოათავისუფლებს და მომდევნო წელს რაც იყო პირველად ვარიანტში გათვალისწინებული 90 მილიონი ლარი, ის გადანაწილდება მომდევნო წელს ბიუჯეტში უკვე სხვა პროგრამების დაფინანსებას. რაც შეეხება უშუალოდ თქვენი კომიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვან ორ უწყებას, ეს არის თავდაცვის სამინისტრო, აქ 110 მილიონი ლარის დამატება ხდება თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში და ეს არის გარკვეული შესყიდვები, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წელს მათი შემოტანაც ხორციელდება და ამ შესყიდვების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფინანსება, რაც წლევანდ წლის ბოლომდე არის საჭირო, ამისთვის გამოიყოფა ეს თანხები, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში 45 მილიონი ლარის დამატება ხდება და აქაც ჩვენ ვისაუბრეთ 26 წლის ბიუჯეტის განხილვაზე, რომ საჭირო იყო დამატებითი რესურსის მოძიება, ამიტომ წელს ნაწილის რესურსის მოძიება წელს იყო შესაძლებელი 45 მილიონი ლარით გარკვეულწილად განახდება, მათ შორის ავტოპარკი და სხვა ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც აუცილებელია და მომდევნო წლის ბიუჯეტში დამატებით რესურსები ამ უწყებისთვის გამოიყოფა. ასევე დეფიციტი იყო სპორტის სამინისტროს ნაწილში. ეს იყო რამდენიმე მსხვილი ფედერაცია, ფეხბურთის შემთხვევაში ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას ზოგადად არ ვაფინანსებდით, თუმცა მატჩების რაოდენობიდან გამომდინარე აღარ ჰქონდა რესურსი ფედერაციას და 4,5 მილიონი ემატება, კალათბურთის ფედერაციას ემატება 2,5 მილიონი და ეს არის ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ეს არ იყო დაგეგმილი ხარჯებში და ამ ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, რაგბის ფედერაციას ემატება 7 მილიონი და ეს არის რეალურად წინა წლებში ეტაპობრივად 2021
ერთ წლიდან დაწყებული წარმოქმნილი ვალდებულებების გასტუმრება და ყველაზე დიდი თანხა 12.5 მილიონი არის ჯილდოები, რომელიც სხვადასხვა სპორტის სახეობებში ჩვენმა სპორტსმენებმა მიაღწიეს გარკვეულ შედეგებს პირველი, მესამე, მეხუთე ადგილების ფარგლებში, რაც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და შესაბამისად მიღწეული შედეგების მიხედვით მოხდება ამ პირების დაჯილდოება. პირველ ნახევარში იყო დაახლოებით 19.5 მილიონი ლარი და ეხლაც ეს მეორე ტრანში იქნება, რომელიც უკვე წლის მეორე ნახევარში მიღწეული შედეგების მიხედვით მოხდება დაფინანსება. არის უწყებები, სადაც გვაქვს გარკვეული აუთვისებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილება არ გვაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წელს სრულად ყოფნის რესურსი, თუმცა მომდევნო წლისთვის გარკვეული მატება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაშიც გვაქვს, აქაც დამატებულია თანხები 26 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 74 მილიონი ლარი. რაც შეეხება სხვა უწყებებს, აქ არის ძირითადად ინფრასტრუქტურის სამინისტრო და განათლების სამინისტრო, სადაც გვაქვს შემცირება. ეს შემცირება გამოწვეულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სპეციფიკის შეცვლით, კერძოდ ნაცვლად დიზაინ-ბილდისა, როდესაც მეთოდისა, როდესაც პროექტირებასა და მშენებლობას ერთ და იგივე კომპანია ახორციელებდა, გაიყო ეს და პირველ ეტაპზე დაიწყეს პროექტირება, დეტალური პროექტის მომზადება და დეტალური პროექტის მიხედვით მოხდება შესაბამისი სამშენებლო ტენდერების გამოცხადება. ეს თითქოს დიზაინ-ბილდის მეთოდი დროში უფრო მოკლევადიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხარისხზე ცოტა პრობლემა იქნებოდა ამ მიმართულებით და დროშიც თუ პრაქტიკას ვნახავთ, არც ისე მოკლე დროში ხდებოდა, ხშირი იყო, რომ გავადაგადაცილება იყო ამ შემთხვევაში. ამიტომ შეიცვალა, რამაც გამოიწვია, რომ წელს ათვისება იქნება ნაკლები, თუმცა მნიშვნელოვნად დრო ამ პროექტების განხორციელების არ შეიცვლება და უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტი ამ მეთოდით არის დაგეგმილი. ცვლილება გვაქვს ასევე ეკონომიკის სამინისტროში, აქაც გარკვეული აუთვისებლობები არის წელს და ეს გადადის უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტში ასახული ელექტროსისტემების ელექტროხაზების გადამცემი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის ნაწილში, ასევე 40 მილიონი ლარია დამატებული ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე და ეს გამოათავისუფლებს რესურსს მომდევნო წელს, საკმაოდ კარგად მიდის სამუშაოები. იუსტიციის სამინისტროს ეკონომია აქვს საერთაშორისო არბიტრაჟებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურებებში. ეს ეკონომია მომდევნო წელსაც იქნება გააძლიერეს უფრო საქმის მომზადება და მომზადებული საქმეები მიდის საკონსულტაციო კომპანიებთან. შესაბამისად მომდევნო წლის ბიუჯეტში შემცირებულია არბიტრაჟებისთვის და განკუთვნილი თანხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს კურსთა შორის ხვაობით ჰქონდა ეკონომია და 11 მილიონი აკდება, პარლამენტს აქვს ეკონომია 20 მილიონი ლარი და ესეც შემცირების ნაწილშია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 9 მილიონი. რაც დიდი ცვლილება კიდე არის 100 მილიონით მცირდება საგარეო ვალდებულებების მომსახურების ხარჯი, ესეც კურსთა შორის სხვაობიდან არის გამოწვეული და ამავდროულად 115 მილიონი ლარია გათვალისწინებული დამატებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში. ეს არის თანხა, რომელსაც გამოვიყენებთ მიმდინარე წელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის, მრავალწლიანი კონტრაქტები, რაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტებს, ამ მრავალწლიანი კონტრაქტების ფარგლებში წელს, რაც ფაქტიურად შესრულდება სამუშაოები, ანუ უფრო მეტი ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ამისი ანაზღაურება, რომ წელსვე მოხდეს და 4 გადანაწილდა წლის განმავლობაში მოხდა გარკვეული ანაზღაურებების და ესე განათლების დაფინანსება სარგებლობებით დიპლომატიური დაწესებულებების ოჯახის წევრების და ასევე ეგრეთ წოდებული სიძვირის კოეფიციენტების გაზრდა მოხდა რამდენიმე ქვეყანაში და გადანაწილება მოხდა. ასევე არის დამატებული საპენსიო ფონდზე, ანუ დაგროვებითი საპენსიო ფონდის თანადაფინანსებაზე 12 მილიონი ლარი, საშემოსავლო გადასახადის დისპარალელურად, რაც გულისხმობს, რომ იზრდება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ხელფასები, ჩვენი თანადაფინანსების კომპონენტიც მზარდია და 12 მილიონის დამატება ამ ნაწილშია გათვალისწინებული. ეს არის ძირითადი ცვლილებები, ამ ცვლილებებით ჯამური მოცულობები არ იცვლება, თუმცა სტრუქტურა არის შეცვლილი ბიუჯეტის და ამავდროულად ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული გვაქვს იგივე დონეზე. დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ წინა კომიტეტის ხდომაზე ჩვენმა მოწყებებმა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირა თავისი საჭიროებები და მადლობთ, რომ ეს გაითვალისწინებთ. ახლა კოლეგებს თუ აქვს შეკითხვა? მოგესალმებით, ბატონო გიორგი. თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც გარკვეული ვალდებულებების გადახდა წელსვე მოხდება და შემდეგი წლის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლდება. ჯამი რა არის ამ თანხის? რაც გამოთავისუფლდება შემდეგი წლის ბიუჯეტიდან?
დაახლოებით არის სხვადასხვა უწყებებში რაც წელსვე დაფინანსდა და მომდევნო წლის ასე ვთქვათ გამოთავისუფლება გადანაწილდა უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტში ასახულია სხვა პროგრამებში არის დაახლოებით 500 მილიონი ლარის ოდენობით. სოლიდური თანხაა ძალიან მადლობა. კითხვები თუ არ არის საკითხი განხილულია. მადლობა. მადლობა. მაშინ კენჭ საკითხებს უყაროთ კენჭი. კენჭი უყაროთ პირველ საკითხს, რომელიც წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო ინიციატივის წესით, რომელიც ეხება იარაღის შესახებ კანონს შეცვლილებების შეტანის თაობაზე თავის თანრიგ კანონპროექტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბინარის მომხრე. მადლობა, ერთხმად მიღებულია. მეორე საკითხად ჩვენ გქონდა მთავრობის ინიციატივის წესით წარმოდგენილი პაკეტი თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე, მისი თანრიგ კანონპროექტებით. მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე? ერთხმად დადასტურებულია, წინააღმდეგ კი არ არის. მესამე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ. ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა. მეოთხე საკითხი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივით წესით წარმოდგენილი სახელმწიფო და სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა. ვინ არის მომხრე? მადლობა. და მეხუთე საკითხი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია. დიდი მადლობა, მეგობრებო, კომიტეტის ხდომა დასრულებულია.